მოგესალმებით, ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ კობრაზე, ჩვენ აწყობილ კობრაზე, მაგრამ ჯერ ახალი წელი უნდა მოვიწყოთ. ყოველ სახალხო პერიოდში ხდება ეს ყველაფერი. დაიწყე. გიოცავთ ახალ წელს პირველ რიგში. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბევრ მოდელებს კოლექციაში, ვინც კოლექციონერი ხართ. კარგად ყოფნას, მშვიდობას და ყველაფერს კარგს, რაც ამ ქვეყანაზე არსებობს. და ვინც არ ხართ კოლექციონერი, წელს მედია დაგვემატებით. სურვილისამებრ, რა თქმა უნდა. მოკლედ, აგერ უკვე 2025 წელია, ახალი წელი დაიწყო, მაგრამ ჩვენ მაინც ძველ მოდელს უბრუნდებით. ხო, იმიტომ რომ რაღაცები უნდა ვთქვათ. ხო, წინა ვიდეოში ფინალი ნახეთ. ამისი აწყობის ფინალი ნახეთ. ასე რომ შეკითხვა დავსვით. რატო შეიძლება შავად ეს ავტომობილი და არა კლასიკურად? დღეს მაგას გავშიფრებ ზუსტად რატომ შეიძლება შავად. მაგას არა მიზეზი აქვს. ხო, ხუთზე როგორც იყო მითითებული, ლურჯი უნდა ყოფილიყო. ეს თეთრი ზოლი, ესე გარდი-გარდი მოუნდა, ხო, სპორტული ვერსია. მაგრამ ჩვენ ავაწყეთ სამოქალაქო ვერსია. სამოქალაქო ვერსია. რატომღაც შავფრად. და არავინ არ დაწერა პასუხი, რატო შეიძლებოდა შავად. და ზუსტად ეხლა გაჩვენებთ რატომ. აი ამ მანქანის გამო, რომელიც ეხლა გამოჩნდება. შემოვიყვანოთ კადრში ყველაზე ლამაზი, ყველაზე მაგარი და ყველაზე. გავაჩეროთ. ეს გავაჩეროთ და წინ გავწიოთ. შემოვიყვანოთ კადრში ერთადერთი Bad Boys Porsche საქართველოში 1:18 მასშტაბში და ის ჩემ კოლექციაში. ერთადერთი და განუმეორებელი ავტომობილი, ყველაზე ლამაზი მანქანა. რომელიც რომ მოიცადებ თხილად ეს. მოგეხმარო თუ როგორ? აი ეს იმასაკ. ხო, არა უშავს. გრეთ. ხო, ამისი ის იშლება ჩვეულებრივად. ამას აქეთ გადავდი. ისე უძლოვებული. ხო, დაჟე, აგერ. მოყვა ჭირი. კარებისთვის რო ხელი არ მოკიდოთ. ხო, ეს უკან გადავდოთ, რომ ხელი არ შეგვიშალოს. საღებავი რო არ გააფუჭოთ და ასე შემდეგ. ხო, რო არ დააზიანოთ სახელი. ლამაზი ჭირი, რომელსაც გამოვიყენებთ სხვა მანქანებისთვისაც. ხო. მოკლედ, აგერ. ეს ცოტა ხანი აქეთ გადმოვდოთ. მაგრამ მოვხსნათ და დავდოთ პედისტალზე. ხო, მე მანამდე ვილაპარაკებ. ხო, შენ მანამდე წარმოებაზე და ასე შემდეგ რა. მე მანამდე დავაჭირე. ეს მოდელი არის Porsche 964 Turbo. Bad Boys Edition, რომელიც არის Solidos წარმოების და Solido 1932 წლიდან აწარმოებს მოდელებს ფრანგული კომპანია. და ეს მოდელი მე რომ დავინახე მაშინვე გადაწყდა რომ Cobra შავად შეიძლება. და ჩემი აზრით Solido-ში ყველაზე განსხვავებული და ყველაზე მაგარი მოდელი. ხო, აქ კიდე მოყვა ამას ნომრები. მაგრამ ნომრები არ დადგება. ვაგერა. ეს არის ფილმის Bad Boys-ის ფილმის ნომრები, მაგრამ ნომრები არ დადგება. იმდენად მაგარი მოდელია, რომ სხვა ნომრის გადაყრა უკვე არა საჭირო ჩვენია. ხო, ნუ თვითონ მანქანას აეხლა მე კადრებში ნახავთ თქვენ თვითონვე. ჩვენივრად აწერია Porsche 9 არა 3 და 6. 3 და 6 ძრა. 3 და 6 turbo აწერია. ხო, იმიტომ რომ ეს არის Bad Boys Bad Boys მეთქი, ნუ ამ მანქანაზე. ხო, ნუ ეგრევე ძახით. 911-ია Porsche. 964 turbo. კი ბატონო, 964. 911, 964, ორი სახელი.
და 911-ის ბაზაზე არის აწყობილი. ერთი წუთი მინდა რომ ყუთზე ვილაპარაკო რა. და რატო? აი კადრში თუ ჩანს, ყუთი არის ჩვეულებრივი სოლიდოს ყუთი. აი ესეთი და მე ვთვლი რომ ეს არის ძალიან დიდი მინუსი. მოხსენი? ერთი საგელოა. ხო, მე ვთვლი რომ ეს არის ძალიან დიდი მინუსი, იმიტომ რომ green light-ი ჩემი მეორე საყვარელი ბრენდი, რომელიც კინოებიდან მოდელებს აწარმოებს, აკეთებს ხოლმე ესე. რომ კინოდან მოდელს რო უშვებს. ხო, აი ეს ჩვენც არ გვინახია. ხო, პირველად ვხსენე სხვათა შორის, რაც ეს ავტომობილი ჩამოგვივიდა. ხო, green light-ი უშვებს ხოლმე მოდელებს და ყუთში როდებს, ყუთი არის ფილმის პოსტერის გაფორმებით. და ჩემი აზრით უფრო მაგარი იქნებოდა სოლიდოს რო გაეკეთებინა Bad Boys-ის გაფორმებით. ანუ ცუდი ბიჭების. როგორ გადაეტია? ერთადერთი მინუსი არის ეგა რა. ხო, ამ მანქანას მხოლოდ კარები ეღება. მოდი მაშინ ჯერ გავაჩერებ, კარებებს გავაღებ. ხო. დაგჭირდა. სოლიდოს ეგ მინუსი, ანუ მეორე მინუსი ეგ აქვს, რომ ძრავი და საროკვე საბარგული არ ეღება. ხოლოდ კარები ეღება, მაგრამ მაგაში პლუსიც არის. ერთადერთი მწარმოებელია, რომელსაც კარები ეღება და თან ფანჯრები არის ჩამონტაჟებული. კი ბატონო. იმიტომ რომ ბურაჯოს და მაისტოს არ აქვს ის. ესეთი ლამაზი მოდელი არის რა. ხო, ესე მითხრეს რომ ფასიც თქვი ხოლმეო რა. და ეს ავტომობილი რო იყიდოთ, აი ეს Bad Boys Porsche რო იყიდოთ, დაგჭირდებათ სადღაც $200 ალბათ eBay-ზე ეგრეგეს. ხო, დაახლოებით ეგრე. ეხლა რაც შეეხება თვითონ ამ მოდელის ისტორიას. და მე მოყვები Bad Boys-ი როგორ. ძალიან მოკლედ მოვყვები ამას. Porsche-მ გადაწყვიტა გამოეშვა ისეთი ავტომობილი, რომელიც რო გაუტოლდებოდა კლასის მიხედვით რა. რომელ მანქანას? მაგალითად E40. E40. ხო, ანდა რამე მაგ დაგვარს რა. მაგის ვიდეო დევს E40-ის. და მაგიტომაც გადაწყვიტა სახეცვლილი 911 ეწარმოებინა. აგერ მაგიტომაც ეს დაამატა გაგრილების სისტემა. ხო, სხვათა შორის ეს არის ბოლო მოდელი, რომელსაც ჰაერის გაგრილების სისტემა აქვს და არა თხევადი. ანუ ხო, თან დღეს ისეთი მოდელია, რომ ორივეს მოხდომს. და ეს ყველაფერი მოხდა 90-იანების დასაწყისში. მონაცემებით საკმაოდ სერიოზული მონაცემები აქვს. ქარხნულ ვერსიასაც კი. 3.6 ძრავით გამოუშვეს ეს მანქანა, რომელიც 959-ის ძრავი აქვს. დუელი 959. ხო, 959 უფრო მიახლოვე, ეგ პირდაპირი კონკურენტი იყო E40-ის. ხო. და E50-ის. კი. ხო. და მაგის ძრავი ამოიღეს და ჩააყენეს ამ მანქანაში. აი, რო იტყვიან წიხლით არის ჩატენილი რა. საკმაოდ დიდი ძრავი არის მოცულობით. თან ამას წყლის გაგრილება არ აქვს, ჰაერის გაგრილება აქვს. და დამატებით ხო, აი ძრავის ტემპერატურა რო მინიმუმამდე დაეყვანათ, დაუმატეს აი ეს ტურბოს ჩვეულებრივ ტურბოს ეგ არ აქვს, მაგას მე ვილაპარაკ. ხო, თან მაშინ ტურბო არ იყო. მაშინ ტურბო არ იყო. ხო. სხვათა შორის ძრავის მოცულობა ხო 3.6 ხო თქვით ქონდა 250 ცხენის ძალა. კი. მაგრამ აჩქარება ქონა 4.7 წამი. 90-იანებში. 90-იანების დასაწყისში ეს ყველაფერს მე ვლაპარაკობ 91 წელს. 91 წლიანი ეს. ხო. მაგის მერე 94 წელს ცოტა გააუმჯობესეს ეს ავტომობილი. ცხენის ძალები აიყვანეს 271 ცხენის ძალამდე, მაგრამ მაინც 4 და 7 დებდას.
მაქსიმალური სიჩქარე ქონდა ხო წონის ამბავშიც და ნუ აეროდინამიკა შეუცვალეს უკვე აი ეს უკანა მხარე რო აქვს ამანქანას გაგანიერებული კრილოები რო გამოსული და წინაც რო ოდნავ გაგანი ხო white body ქვია მაგ ადრე იყო აი როგორც აი 911 სწორი იმეები რა არანაირი გაგანივრება და არაფერი ეგენი დაუმატეს აეროდინამიკის მიზნით რა და ნუ ეს ანტიკრილოც თავის საქმეს აკეთებდა მარტო არ აგრილებდა იქ ჰაერის მასტრიდა პრიჟინა ესილა აი ასფალტზე რო აკრობს რა მანქანას რა მაგ ეძებება რა ხო მაგ იმას იმაშებოდა ხელს უწყობდა რა აჩქარებაში ხო და მაქსიმალური სიჩქარე აიყვანეს 303 კმ/სთ-მდე კი მაგის მერე უკვე 96 წლიდან დიზაინი არ შეუცვლიათ იგივე დიზაინი დატოვეს ერთადერთი მანქანა რომელიც და დაამატეს ტურბო კი ძრავი იგივე დატოვეს ტურბო დაამატეს და ცხენის ძალები აიყვანეს 330-მდე კი ერთადერთი მანქანა J-კლასივით არის რა რომელსაც დიზაინს არ უცვლია ისე ანუ უმნიშვნელო ცვლილებები არის J-კლასის ვიდეოც დევს მორჩა ხო მე მორჩა ვილაპარაკო ბედბოისზე მე ამის მერე უკვე გამოვიდა უკვე სხვა სერია ხო ეს ხო არის 964 და უკვე მერე დაიწყეს 993 ამას გავს ოღონდ რაღაც სახეცვლილი არის და გამოუშვეს 993 დაარქვეს კი ეხა ვიტყვი ძალიან საინტერესო რამეებს ეს ავტომობილი ყველა არ მომხდარა ბედბოისში ბედბოისი არის ჯერი ბრუკჰაიმერის პროდუქცია კი ბატონო თქვენ იცით რომ ჯერი ბრუკჰაიმერი ვინც ავტომოყოლ ბედბოისი ცუდი ბიჭები ქვია ქართულად ვილაპარაკო ო მიჩვეული თქვენ იცით რომ ჯერი ბრუკჰაიმერის პროდუქცია აკეთებს ძალიან მაგარ ფილმებს და თან ყოველთვის მაგარი მანქანებია ის თქვენ რომ გატაცება 60 წამში რო არის ფილმი პირველი ვიდეო მაღაზია გვიდევს ელეონორი იმის ისტორია იმ ვიდეოში არის ისიც ჯერი ბრუკჰაიმერის გაკეთება ნუ გადაწყვიტეს რომ ცუდი ბიჭები გადაიყოთ რა და ჭირდებოდათ მანქანა განსხვავებული რა თქმა უნდა ახლა ჯერი ბრუკჰაიმერის ფილმში რომ ჩვეულებრივი მანქანა ყოფილიყო ხო არ გამოვიდოდა რა თქმა უნდა და რეჟისორი მაიკლ ბეი ყველამ ხო იცით ეს მანქანა ჩვეულებრივი იყო ოღონდ ყავდა მაიკლ ბეის პირადი ავტომობილი არის მაიკლ ბეის აიღეს ანუ ჩვეულებრივი ტურბო ალბათ ისიც როგორიც არის და ეგეთი იყო და უნდათ რომ რაღაცა გაეკეთებინათ ისეთი რომ ფილმისთვის ცოტა უფრო ლამაზი ყოფილიყო გააკეთეს ესეთი რაღაცა რომ ტურბო ესის დისკები აიღეს ამას რაც უყენია დისკები შეუცვალეს ტურბო ესის სპოილერი დაუმატეს და ცხენის ძალები აწიეს 355-მდე და გამოვიდა აი ეს ეს შედევრი ხო თანამად დედამამალი დისკები უყენია უკანა დისკები შესაბამისად უფრო განიერია ვიდრე წინა და ეხა ვიტყვი ძალიან მაგარ რაღაცას ცუდი ბიჭების მერე იმდენად გაისროლა ამ მოდელმა იმდენად მოეწონა ხალხს რომ უნდათ ესეთი მოდელის კიდო არა ეგ ცუდი ბიჭების მერე რომელსაც არის გადაღებული 95-ში ხო მაშინ მართალი ხარ ხო ცუდი ბიჭების მერე ანუ ესეთი ვიზუალი და მომატება მოთხოვნადი გახდა რა ავტომობილი და გადაწყვიტეს პორშეში დაფიქრდნენ ფილმად ლიცენზია გასცა სტუდიამ რომ გაეკეთებინათ ესეთ ვიზუალზე სერიულად გამოეშვათ რა და გადაწყვიტეს პორშეში რომ 965 სახელით გამოეშვათ ესეთი ზუსტად ესეთი პორშე მაგრამ იმდენად ძვირიჯდებოდა ესეთი ვიზუალით და ესეთი მონაცემებით რომ ეგრევე გადაიფიქრეს რა ხო და რატომღაც ჩაბარდა წარსულს რა ეგ მოდელი მით უმეტეს რომ დღეს შეგიძლია ამ დაგვარის ყიდვა ოღონდ რეპლიკის არის წუნი კომპანიები რომლებიც ზუსტად ესეთ მოდელს
აგიწყობენ, მაგრამ თანამედროვე იქნება რა. მატორი თანამედროვე იქნება. უნდა გადაიხადოთ სულ რაღაც $300,000. ხო, და კიდე ერთი რო არ დამოვიწყდეს. ეს ხო ყავდა მაიკლ ბეის. კი. რატომ გას 2021 წელს ზუსტად ეს მანქანა, მაიკლ ბეის მანქანა აუქციონზე გაიყიდა. და თუ ვინმეს კითხვა გქონდათ, რომ მეოთხე Bad Boys-ში, ცუდ ბიჭებში, რატომ არ დააბრუნეს ეს მანქანა? იმიტომ რომ აუქციონზე გაიყიდა და პირად კოლექციაში. და იმან კიდე უფლება არ მისცა, რომ ეგ მანქანა გამოეყენა. კი, დააბრუნეს ეს მანქანა ნაწილობრივ, ტარგა იყო. ანუ გაბრიოლეთი. ხო. და ფლათის არ იყო რაც. და კიდე ერთი რაღაცა მინდა თქვა. ცუდი ბიჭები არის ერთადერთი ფილმი, რომელიც წლების მერე დაბრუნდა. 2020-ში გამოვიდა მესამე სერია. წლების მერე დაბრუნდა და ხარისხი არ დაგდებულა. ხო, ნუ იგივე ზუსტად იგივე ნაირად იკაიფებთ, როგორც პირველ მეორე სერიაზე. ერთადერთი მინუსი აქვს რა. მარტინ ლოურენსი გასუქდა. ხო რა. ხო და ვისაც არ გინახიათ ფილმი აგერ წინასწარ თქვი ეგ. და მაგაზე ეღადავებიან ყველანი. იქ რო არის დასაწყისში რო არა, რო ეუბნება რომ ამდენი გადაიხადეოდა ჭიქის ჩასადები, სად არის 95,000 გადაიხადეოდა ჭიქის ჩასადებიო რატო არ აქვს და უილ სმითი ბლატო აქვს რომ ექსკლუზიური მანქანაა და რაღაცები. ხო და 95,000 არ გადამიხდი 150,000 გადავიხადეო. აჰა. თული რომ მქონდეს დიდი სიამოვნებით ვიყოლიები ესეც ნამდვილს. შენი არ ვიცი, მაგრამ მე მართლა ვიყოლიები იმედად. მეც დავასრულე რა. ეს უხსნით 2025 წლის ვიდეოებს მოკლედ. იმედია მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ვიდეო. იმედია საერთოდ დაგვავიწყდა რომ არხი უნდა გამოიწერონ. და ლაიქონ. ორი დღეა ეს მანქანა ჩემ ხელშია და ემოციებს ესეც ვერ იკავებს. იმენად მაგარი. მართლა ძალიან მაგარი მანქანა არის. ხო, და კიდე ერთ რაღაცას ვიტყვი რომ შეიძლება ავტოარც BBR-ს და high class-ის წარმოებლებს მაგარი მანქანები აქვს. და ძალიან ძვირიგის, მაგრამ აი ეს სკოებს არ აქვს. სხვათა შორის იმასაც არ აქვს, რა ქვია ინგლისური მას? Amalgam collection. ხო, Amalgam collection-საც კი არ აქვს ეს მანქანა. კი. მით უმეტესო ყველაზე იაფი 7,000 გირვანკა სტერლინგი ღირს თითო მანქანა. ეს არის მანქანა, რომელიც მხოლოდ სოლიდომ მოახერხა რომ გაეკეთებინა. კი ბატონო, თანამძღვრის. და მაგიტომ მიყვარს, არა, ველისაც აქვს ესეთი. ხო. მაგრამ იქ პროპორციებია დარღვეული. კი, იმას ძრავით უჩანს. ხო, კაპოტიც ეხდება, საბარგულიც ეხდება. მაგრამ იქ პროპორციებია დარღვეული. აი ცხვირი არის რაღაცნაირად გაკეთებული და ამიტომ ჯობია რომ ვისაც სურვილი გაქვს, გირჩევთ რომ სოლიდო იყიდოთ. კი ბატონო. მაგრამ $120 იღებს იშვიათობის გამო. შიპინგის და წონის, ანუ ტრანსპორტირების და წონის გარეშე. ეხლა დაგემშვიდობებით და არხი გამოიწერეთ. იმედია მოგეწონათ. კიდევ ერთხელ შემდეგ ვიდეომდე. აღვხოთ. Brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta roll with ice. Cody's brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta roll with ice. Ride or die, 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 ride or die. Cody's brothers, my guys, know that they fly, know that they ride or die. I keep boys by my side, CJ Ike, now I gotta ride or die.
they ride or die. I keep boys by my side. CJ Ack, now I gotta roll with Ack.